გამარჯობა მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო ტელემაყურებლებო. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. მოგილოცავთ ყველას ახალ 2026 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ულევს სიხარულს და ბედნიერებას. ვიწყებთ TV პირველზე 2026 წლის პირველ გადაცემას ძვირფასო ტელემაყურებლებო. მინდა განსაკუთრებულად მიულოცო ახალი წლის დადგომა სინდისის პატიმრებს ონისე ცხადაძეს, ჩვენ ონისეს და ყველა პატიმარს ულოცავ ახალ წელს და შობას. გისურვებთ მალე გათავისუფლებას. იმედია თქვენ კამერებში მიუხედავად ყველაფრისა არის შემართება, იმიტომ რომ აქეთ ჩვენს კამერაში იმედიანად ვართ. ხო, აქეთაც ერთი დიდი კამერაა, ზოგადად რო იცოდეთ, სანამ რამე არ შეიცვლება, ეს ქვეყანა ერთი დიდი კამერაა, რო იცოდეთ. ამიტომ ყველას ვუსურებ თავისუფლებას, ციხის ადმინისტრაციის შეცვლას და ციხის კამერების გახსნას. ესეთი დიდებული სიტყვა ვთქვი. დადგა 2026 წელი, 2026 წელი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით არის ცეცხლოვანი ცხენის წელი. ესე იგი 2014 წლის მერე მეორედ დადგა ცხენის წელი. უბრალოდ ამ ცხენს უფრო გაფართოებული თვალები აქვს. უკვირს კიდევ ბიძინა რომ დახვდა ხელისუფლებაში ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს 2 იანვარია ბედობაა და გისურვებთ ამ დღეს ყველაფერი საუკეთესო დაგმედებოდეთ და რადგან ახლა მე მიყურებთ, ესე იგი საუკეთესო უკვე დაგებედათ. საუკეთესო. მინდა პოლიტიკოსებსაც მიულოცო ახალი წელი, ოპოზიციით დავიწყებ, გისურვებთ სალათ ოლივიესავით ყველგან, ყველა ეთერში ყოფილიყავით, გისურვებთ ისეთი დაფასებული იყავით, როგორც საცივია საახალწლო სუფრაზე და ბოლოს გისურვებთ ისე გაერთიანებას, როგორც კბილები ერთიანდება გოზინაყის ჭამის დროს. მეგობრებო, მე მოგიმზადეთ სიურპრიზი. ახალ წელს უხდება გრანდიოზული შოუ, როგორც ყველა იცით. ამიტომ ახლა მოდი ძვირფასო ტელემაყურებლებო ერთად ავანთოთ ჩვენი გრანდიოზული ნაძვისხე. მოდი დავითვალოთ, უკან დავითვალოთ. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1. Bravo! რამხელა განათება აქ თვალს მოგჭრის ადამიანს, როგორი განათება? ცოტა დაუწიეთ განათებას, რომ იმიტომ ზედმეტი განათება ალბათ შეიძლება ძალიან ძიმეთ მოქმედოს ჩემს განიმაზე თვალებზე. ალბათ იტყვით თუ კრიზისია ეს ამხელა ნაძვისხე საიდანო. საიდან და კოლცენტრებიდან გენაცვალე, რომ ვაფინანსებდნენ, აი შედეგით სახეზეა. როგორი ნაძვისხეს წამოვჭიბეთ. მთელი ევროპის პენსიონერების ფულით არის შეძენილი. გაგიხელთ გეტყვით რომ ამ ნაძვისხეში გადავიხადეთ მთელი 20 ლარი ძვირფასო მეგობრებო. იყო 15 ლარიანებიც, მაგრამ მივეცით თავს უფლება რომ ეს აგვერჩია. რატო უნდა ჩამორჩეთ სამთავრობო არხებს? ჩვენ შეგვიძლია ესე მაყუთის გასროლა რაღაცაში, ეს არ არის. სიმართლე რო გითხრათ ეს ნაძვისხე რომ დავდგით, სანამ გადაღებას დავიწყებდით, არხის დამლაგებელმა და დარაჯმა ხურდები დაგვიყარა. მაინც გული დაეწვათ და რა ვქნათ, აი ესეთი გულით არის დადგმული, რაც ყველაზე მთავარია. ამით ვიმშვიდებთ თავებს, რომ გულით არის დადგმული. ოპოზიციური ტელევიზიებისგან განსხვავებით სრული სიმდიდრე გადმოსჩქებთ და სამთავრობო არხების საახალწლო გადაცემებიდან ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომელი ტელევიზია უფრო მდიდარია, რომელს უფრო მეტი სანახაობა აქვს, ხოლო ოპოზიციურ არხებზე ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ რა ვჭამეთ ამ ახალ წელს. ესე ვიყავით, რა ვქნათ. სამთავრობო არხებთან ერთად ეს პერიოდი სამთავრობო მომღერლებისთვისაც გამორჩეულია. საახალწლო კონცერტები ყველა დიდ ქალაქში გაიმართა და რა თქმა უნდა მხოლოდ სამთავრობო მომღერლები მღეროდნენ. სამთავრობო მომღერლებს უნდა ემღერათ, აბა რა უნდა ეკნათ.
სოფლიო ბანები ეგენი არიან და ეხლა პაატა ბურჭულაძის და ერი პაპსავიკები კი ზიან ციხეში გამოკეტილი. მხოლოდ ბათუმის კონცერტში 428,000 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან. ასე რომ დამშვიდით ხალხო. თქვენი ბავშვები თუ მშივრები არიან, რეზო და ბავშვები არიან მაძღრები. რაქნას ამ სამთავრობო მომღერლებას მართლა რომ შევხედოთ, რაქნან ორი რაღაც უხარიათ ცხოვრებაში, არჩევნები და ახალი წელი. ხალხიც მასეა, მხოლოდ არჩევნების დროს უსმენენ და ახალ წლის ღამეს. სხვა დანარჩენ პერიოდში არ ამგონია ვინმე უსმენდეთ მაგათ, ძვირფასო მეგობრებო, ასე მგონია. ორად ორჯერ უსმენენ, ერთი არის ახალი წელი და რა ვიცი, არჩევნები თუ მოუწევს კიდე მალმალე უფრო გაპოპულარულდებიან, თორე ისე რა ვიცი. სახალხო ღონისძიებები რომ შევაჯამოთ, ჩვეულებრივი ახალი წელი იყო, აი არაფრით გამორჩეული და განსაკუთრებული. ოცნების მომღერლები ისევ გვიმღეროდნენ ფიფქებო, ფიფქებო, კატკატა ფიფქებო. უბრალოდ ყოველ წელს მომღერლები იცვლებიან. ანუ ფიფქობოს ფონოგრამა ყველა მომღერალს აქვს ისე სიმართლე რეპერტუარში. ჩინური კალენდარისავით არის რა, მაგის მიხედვით და ყოველ 12 წელში ერთხელ უწევს თითო მომღერალს ამ სიმღერის სიმღერა. წელს არ ვიცი ვინ იმღერა, მაგრამ წელსაც იმღერეს. სამთავრობო არხებიდან ქართული ოცნების წევრები მთელი წელი გაიძახდნენ, რომ კაცებს გვათხოვებენო ეს 2025 წელს, მაგრამ 2025-ში ვერ გავთხოვდით, ძვირფასო მეგობრებო. 2026-ში ნეტა რა იქნება? იქნება დაგვადგეს საშვილი. რა ვიცი, გენაცვალე ამ ევროპებში ზოგი ორ-ორჯერ თხოვდება და ჩვენ რა გავხდით ესეთი საჯიშე ქართველები, როდემდე უნდა ვიყოთ ესე? ხო? არა და ასაკიცხო გვემატება რა, ხო? მოტაცებითაც არავინ გვიტაცებს, რა ვიცი, ნახოთ 2026-ში ბედისწერა რა თავგადასავლებს გვიმწადა. მინდა ოპოზიციაზეც თქვა ორი სიტყვა. ოპოზიციის გაერთიანების გეგმა მაქვს ძალიან საინტერესო. აი ესეთი მაგალითად, მე ხო ყოველ კვირა გთავაზობთ, ხო და ახლა მე ამჯერად ესეთი მოვიფიქრე. ერთი ნაცის შვილს შევაყვაროთ ლელოს ერთ-ერთის წევრის შვილი. დაოჯახდებიან. ეყოლებათ ბავშვი, რომელსაც მოვანათლინებთ ლეიბორისტებს, გირჩს და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს. საქართველოს სიყვარულმა თუ არა იქნება ნათელ მირონობა, მაინც გააერთიანოს ეს ხალხი, გამაგებინეთ. ნათელ მირონობა. მე მაინც მინდა ოპტიმისტურად შევეხო პოლიტიკურ ვითარებას. მე მჯერა 2026 წელს გაერთიანდება ოპოზიცია, რომ ამ გაერთიანებული ძალებით შეუტიონ ამ ხელისუფლებას. 2028-ის საპარლამენტო არჩევნებში ვსაუბრობ, რომ შეუტიონ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ხო და ქართული ოცნება გვიფრთხილი, ზუსტად 2 წელი დააგრჩათ იქამდე, სანამ გაიგონებთ ფრაზას დადგა თქვენი დასასრულის დასაწყისი. დაიმახსოვრეთ, ზუსტად 2028 წლის 1 იანვარს, სხვა თუ არა, მე ვიქნები, ვინც ამ ფრაზას პირში მოგახლით. დიახ. და მონოლოგის ბოლოს მინდა ვთქვა ჩემი პროგნოზი. როგორ იქნება ოცნებისთვის ახალი 2026 წელი? როგორც ვიცით, ბოლო 10 წელია ამ მთავრობის დღეები დათვლილია. და ყოველ წელს უფრო და უფრო ყანყალდება, ძვირფასო მეგობრებო. მე იმედი მაქვს, რომ 2026 წელს ქართული ოცნება ამჯერად მოფახფახდება. შემდეგ წელს უკვე მოლაყლაყდება, მერე მობარბაცდება შემდეგ წლებში, მერე მოთრახთრახდება და აი მაგის მერე ვნახოთ ერთი როგორი იქნება კიდევ ერთი 15 წელი ასე მოთრახთრახებული ეს ქართული ოცნება. ერთი 15 წელი შევხედოთ კიდე რანაირად იქნებიან ეს მოთრახთრახებულები. აი ეგ იქნება ჩემი პროგნოზი, არჩევნები პროგნოზები მაქვს. მადლობა ძვირფასო მეგობრებო, ეს იყო ჩემი საახალწლო ეთერის მონოლოგი და იმედი მაქვს 2026 წელს მაინც გააფორმებს ჩემს ბენს, ჩემს გადაცემას ბენდი თამუნალებეიშვილის ხელმძღვანელობით. მადლობა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი.
პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.